მივესალმები მაყურებელს, მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე და ეს არის YouTube არხი ცნობისთვის FYI GEO. როგორც იცით, ორ მარტს გამომაქვეყნე ახალი ვიდეო ევროპის თემაზე, სადაც ვცდილობ პასუხი ვიპოვო იმ კითხვაზე, თუ ამ ბოლო დროს რატომ გგონია, რომ ევროპა ვეღარ ადგენს თამაშის წესებს და გეოპოლიტიკური დიდი ძალების ნუსხას გამოაკლდა. ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში კი რამდენიმე ადამიანს შორის გაჩნდა იმისი განცდა, რომ მე ვარ ეგრეთ წოდებული კოცი. მე ზოგადად ძალიან განებივრებული ვარ ინტელექტუალი მაყურებლით და დიდი მადლობელი ვარ, რომ 10,000-ობით ადამიანი, რომლებიც ყოველკვირა უყურებენ ჩემს კონტენტს, ნამდვილად არიან დაინტერესებული ფაქტებზე დაფუძნებული ანალიტიკით. მაგრამ მაინც მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე საკითხს. პირველ რიგში, ვიდეოში არის მოყვანილი ფაქტები. ვამბობ მსოფლიო ბანკის სტატისტიკას, რომ შეერთებული შტატები უფრო სწრაფად განვითარდა 2008 წლის შემდეგ, ვიდრე ევროკავშირი. ასევე მომყავს ევროკავშირისვე სტატისტიკა, რომ 2050 წლისათვის ევროპის მოსახლეობის შემცირება არის მოსალოდნელი ორნიშნულიანი პროცენტული მაჩვენებლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპა არის დემოგრაფიული კრიზისის წინაშე, სხვათა შორის საქართველოც, და ასევე მომყავს ფაქტი, რომ 2021 წლიდან ევროკავშირი წერდა ხელოვნური ინტელექტის რეგულაციებს, როცა ევროპას არ ყავდა არც ერთი გიგანტი ამ მიმართულებით და ამავე დროს მილიარდებს დებდა სილიკონის ველი ტექნოლოგიურ განვითარებაში. ესენი არის ფაქტები, რეალობის ობიექტური მზომელები და ძალიან მნიშვნელოვანია მათი გარჩევა პარტიული ნარატივებისაგან, რადგან სხვა შემთხვევაში ძალიან დავაზარალებთ ჯანსაღ ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიტიკას. ჩემთვის, როგორც პროფესიონალისათვის, პროევროპელობა არ ნიშნავს ინფორმაციის ისე შერჩევას, რომ თქვენამდე არ მოვიტანო ევროპის კრიტიკა და თვალი დავხუჭო იმ ობიექტურ მზომელებზე, რითაც ხელმძღვანელობენ მსოფლიო ანალიტიკოსები. მგონია, რომ YouTube არხი ცნობისთვის სწორედ ამითია გამორჩეული და მე ასე ვცემ პატივს ჩვენს მაყურებელს. თქვენ კი თუ არ გინახავთ ეს ვიდეო, გირჩევთ, რომ აუცილებლად ნახოთ და თქვენი აზრი კომენტარებში გამიზიაროთ. მადლობა ყურადღებისთვის.